მარკო რუბიო ფორმაშია. და მაშინ, როცა JD Vance იქ რაღაც კონსპირაციულ თეორიებს ავრცელებს და ჩვენ ეს დიდად არ მოგწონს, მარკო რუბიო კი ზუსტად ხვდება მიზანში, ხვდება და ამხელს იმ სიგიჟეს, რასაც ინტერნეტში ვხედავთ. ხედავთ, მე არც კი მჭირდება ამის გადაჭარბება, თქვენ თვითონ ნახავთ ამას, დამიჯერეთ, თითოეულ წამს ისიამოვნებთ. რადიკალური ძალადობის 80%-ზე მეტი ახლა. უკიდურესი მემარცხენეებისა და ანარქისტების მიერ არის გამოწვეული. ეს უბრალოდ აბსტრაქტული სტატისტიკა არ არის. ამერიკელებმა საკუთარი თვალით ნახეს, რას ნიშნავს ეს რიცხვები. სრული მასშტაბის თავდასხმა ჩვენს საიმიგრაციო ოფიცრებზე, სნაიპერული თავდასხმები, ასაფეთქებელი მოწყობილობები, შეიარაღებული ჩასაფრებები, ტრანსგენდერი თავდამსხმელი, რომელიც ცეცხლს უხსნის კათოლიკური დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს ლოცვის დროს. მის იარაღზე წარწერებია მაგალითად, სად არის ახლა შენი ღმერთი? ჯანდათვის ხელმძღვანელი ქუჩაში ცივსისხლიანად მოკლეს. მოქმედ პრეზიდენტზე მრავალჯერადი მკვლელობის ცდელობა და თაობის უდიდესი კონსერვატორი, აქტივისტის მკვლელობა. კაცი, რომელიც ასევე იყო ქმარი და ორი პატარა ბავშვის მამა. სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს და მოკლეს. გულისხმობ, როცა ასე აყენებს საკითხს, კი? კი ეს სერიოზული საფრთხეა, კი ეს უზარმაზარი საფრთხეა. კი ეს უზარმაზარი პრობლემაა, რომელსაც მედია ალამაზებს, რომელიც სინამდვილეში ამ გიჟურ ჯგუფებს ემხრობა. ეს გამორჩეული და უნიკალური ბოროტებაა. ეს ყოველთვის იმართებოდა სიძულვილით. ყველაფერზე მეტად კი ცივილიზაციისადმი სიძულვილით. ვილით. ეს არის ყველაზე ცუდების აჯანყება საუკეთესოების წინააღმდეგ. სუსტებისა და მშიშრების აჯანყება ძლიერებისა და კეთილების წინააღმდეგ. მას ჩადიან ისინი, ვისაც არ შეუძლია აშენება, არ შეუძლია შექმნა, არ შეუძლია დიდი მიღწევები და საკუთარ უნარობაზე შურისძიებას, ძიძიებას ცდილობენ იმად განადგურებით, ვისაც ეს შეუძლია. აი რა არის რადიკალური მემარცხენეობა? მას შეიძლება სხვადასხვა სლოგანები და იდეოლოგიები ჰქონდეს სხვადასხვა ადგილას და დროს. ისინი შეიძლება საკუთარ თავს ანტიკაპიტალისტებად, ანტიიმპერიალისტებად, კომუნისტებად, ანარქისტებად ან მარქსისტებად მოიხსენებდნენ, მაგრამ ძირითადი ხასიათი ყოველთვის ერთია. ეს ყოველთვის ერთია. ეს არის შხამიანი ბოღმა, რომელიც დაფარულია თანასწორობის, სამართლიანობისა და გათავისუფლების ენით. გადამეტებული სურვილი დაანგრიონ ის, რაც დიდმა ადამიანებმა ააშენეს, გაანადგურონ ის, რაც ლამაზია და რაც სწორია იმ ადამიანების სახელით, რომლებიც მხოლოდ სიბილწით არიან სავსე და სამყაროს სხვა არაფერი აქვს შესთავაზებელი. ძალადობითა და ტერორით ისინი კვლავ ცდილობენ თავიანთი სიბილწე ჩვენ ყველას მოგვახვიონ. ეს უბრალოდ დაუჯერებელია. დაუჯერებელია, რომ როგორღაც ამ მოძრაობას შეუძლია თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს ისინი არიან მშვიდობის მომხრეები, თითქოს ისინი არიან, ვინც ნამდვილად ესმით, თითქოს ისინი არიან კარგები. სინამდვილეში კი ისინი არიან ის ადამიანები, ვინც საზღვრებს სცდება ძალადობაში. და სწორედ ისინი ავრცელებენ გიჟურ საშიშ იდეოლოგიებს, შენ რო თქვი, თითქოს ეს ყველაფერი შეფუთულია იმით, რომ ისინი საუკეთესოები არიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი საუკეთესოები არ არიან. ისინი ყოველთვის საშინელი ადამიანები არიან. მაგრამ ბიჭებო, კიდე უკეთესი ხდება. ეს გამორჩეული და უნიკალური ბოროტებაა. მას ყოველთვის ამოძრავებდა სიძულვილი. ყველაფერზე მეტად კი სიძულვილი თვითონ ცივილიზაციის მიმართ. ეს არის ყველაზე ცუდის აჯანყება საუკეთესოს წინააღმდეგ. ეს არის სუსტებისა და მშიშრების აჯანყება ძლიერებისა და კეთილის წინააღმდეგ. სუსტი და მშიშარა ადამიანები ურჩევნიათ სხვები დაანგრიონ და გაანადგურონ, ვიდრე საკუთარი თავი გაუმჯობესონ. მახინჯი ადამიანები თქვენო, ლამაზები არ არიან ლამაზები, ან არ იმსახურებენ ამას, რადგან თავს უკეთ გრძნობენ. ღარიბი ადამიანები ცდილობენ თქვენო, მდიდრები საშინლები არიან, რადგან თავს უკეთ გრძნობენ, იმის გამო რომ ღარიბები არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უბრალოდ შოკის მომგვრელია. შოკის მომგვრელია, რომ პოლიტიკაში რეალურად შეგიძლია დაინახო პიროვნების ტიპები. შეგიძლია დაინახო ადამიანები, რომლებიც მიდრეკილნი არიან სიზარმაცისკენ, ან სხვებს ადანაშაულებენ. განსხვავებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც მზად არიან თავად ააშენონ რამე საკუთარი თავისთვის. და ეს განსხვავება უბრალოდ გაგიჟება. ეს ხდება იმ ადამიანების მიერ, ვისაც არ შეუძლია აშენება, შექმნა, დიდი მიღწევების მიღწევა და ისინი საკუთარი არასრულფასოვნების გამო სამყაროზე იძიებენ შურს იმ ადამიანების განადგურებით, ვისაც ეს შეუძლია. აი ეს არის რადიკალური მემარცხენეობა. მას შეიძლება სხვადასხვა დროისა და ადგილის მიხედვით სხვადასხვა სლოგანი და იდეოლოგია ჰქონდეს. ისინი შეიძლება საკუთარ თავს ანტიკაპიტალისტებად, ანტიიმპერიალისტებად, კომუნისტებად, ანარქისტებად ან მარქსისტებად მოიხსენებდნენ, მაგრამ ძირითადი ხასიათი ყოველთვის ერთია.
ეს ყოველთვის ერთია. ეს არის შხამიანი ცხენა, რომელიც თანასწორობისა და სამართლიანობის გათავისუფლების ენითაა დაფარული. უზარმაზარი სურვილი დაანგრიოს ის, რაც დიდმა ადამიანებმა ააშენეს. გაანადგურონ ის, რაც ლამაზია და რაც სწორია, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც მხოლოდ სიმახინჯით არიან სავსე. გულისხმობ ორჯერ რომ ისმენ, უბრალოდ ფიქრობ, ხო, ზუსტად ასეა. ხო. ამ გამოსვლას მილიონჯერაც რომ მოусმინო, არ მომბეზრდება. სამყაროსთვის სხვა არაფერი აქვს შესათავაზებელი. ძალადობითა და ტერორით ისინი კვლავ ცდილობენ თავიანთი სიმახინჯე ჩვენზე მოახვიონ. ძველი დოგმა მცდარი იყო. ამ ყველაფერს იდეალიზმი არ ამოძრავებს. ეს უტოპიური არ არის. სინამდვილეში პირიქითაა. ერთ-ერთი კრიტიკა, რომელსაც ხანდახან კომუნიზმის მიმართ ისმენთ, მაგალითად არის ის, რომ თეორიაში კარგად ჟღერს, მაგრამ პრაქტიკაში არასდროს მუშაობს. ეს სინამდვილეში ასე არ არის. კომუნიზმი თეორიაში კარგად არ ჟღერს. სამყარო, რომელსაც ის ჩვენთვის წარმოიდგენს, პატარაა, ბრტყელი, ნაცრისფერი, ყოველგვარი გამონაკლისისგან გათანაბრებული, დაცლილი ყველაფრისგან, რაც კარგია და კეთილშობილი ადამიანურ სულში. სამყარო, რომელსაც ის წარმოიდგენს, არის სამყარო სიმამაცის გარეშე, სამყარო კრეატიულობისა და ამბიციის გარეშე, სამყარო გმირების, დიდების და დიდი მიზნების გარეშე, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ადამიანი. ვაუ! სამყარო სასწაულების გარეშე, მითების გარეშე, ადამიანების გარეშე, რომლებიც სხვებზე მაღლად განან და წარმოუდგენელ და განსაკუთრებულ საქმეებს ჩადიან. და სამყარო, რომელსაც კომუნიზმი წარმოიდგენს, არის ღმერთის გარეშე არსებული სამყარო. ამ რევოლუციური ძალადობის არქიტექტორებისთვის ჩვენი ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა მათთვის აუტანელი დამცირებაა. იმის შეხსენებებაა, რაც მათ არ შეუძლიათ გააკეთონ და იმის შეხსენებაა, ვინც ვერასდროს გახდებიან. ამიტომ ისინი არჩევენ განადგურებას. ისინი ესმიან თავს მილსადენებს, ისინი ესმიან თავს რკინიგზებს, ისინი ესმიან თავს ელექტროენერგიის ქსელებს და ლაბორატორიებს. ძალის, გამოგონებისა და მიღწევის ფიზიკური ხორცშესხმული სიმბოლოები. ეს არის იმ ტერორიზმის ბუნება, რომელსაც დღეს ვეჯახებით. მათ სულთ დასავლეთი, რადგან დასავლეთი დიდებულია. მათ სულთ დასავლეთი, რადგან დასავლეთი დიდებულია. გულისხმობ, ეს არ იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რაც კი ოდესმე მოგისმენიათ. იმიტომ რომ ეს ნამდვილად იყო ერთ-ერთი საუკეთესო სიტყვა, რაც კი ოდესმე მომისმენია. გულისხმობ, როგორც მან ეს აღწერა, არ მჯერა, აქამდე რატო არ მიფიქრია ამაზე. მართალია, რა თქმა უნდა, ესე ვართ მიჩვეულები ამ ფრაზის მოსმენას. კომუნიზმი საოცარი იქნებოდა, რომ მუშაობდესო. მაგრამ ეხლა რა დაფიქრდები, ხვდები, რომ არ იქნებოდა საოცარი. ზუსტად, ეს სამყაროს ღმერთს ართმევს შესაძლებლობას, რომ თავად გახდე რაღაც გამორჩეული, რომ ჩვეულებრივიდან გამოეყო თავი. ყველანი ზუსტად ერთნაირები ვართ, ზუსტად ერთნაირები. და შესაძლებლობას, რომ იყო გამორჩეული, გააკეთო საოცარი რაღაცები და შექმნა საოცარი რამეები. აი ამას აკეთებს ეს. ეს ქმნის დიდ სამყაროს, მუსაწყენ სამყაროს, სამყაროს, სადაც ყველა თანასწორია, მაგრამ არავის აქვს мотиваცია, რომ რამე გააკეთოს, რამე საოცარი. რა ღრმა ხედვა ამაზე და რა მშვენიერია, როცა ვიღაცა ამას თავის სახელს არქმევს და პირდაპირ ამბობს, რაც არის. ჩვენი საზოგადოების ეროზია სუსტი ადამიანებისგან, რომლებსაც საშინლად ეშინიათ, რომ შეიძლება თვითონ ვერ გახდნენ ვინმე. და ამიტომაც სურთ უზრუნველყვან, რომ სხვაც ვერასდროს გახდება ვინმე. მადლობთ ამ საკითხზე ყურადღებისათვის. გამარჯობა მეგობრებო, მე მეირა ქეი ვარ, გადაცაცემის პუშბექის წამყვანი და ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქ ხართ. როგორც იცით, ჩვენ მისია გვაქვს შევქმნათ წინააღმდეგობა ონლაინ მოძრაობა, რომელიც ცვლის მედიაში არსებულ ტონს ამ მომენტში და იცავს დასავლეთს იმ საფრთხეებისგან, რისგანაც დაცვა სჭირდება. და ჩვენ ვცდილობთ ეს დამოუკიდებლად გავაკეთოთ. თუ გსურთ ჩვენთან რეკლამის განთავსება, აუცილებლად მოგწარათ ელფოსტაზე info@mirrork.com. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ძალიან საინტერესო განცხადება მალე გვექნება. ბევრ თქვენგანს უკითხავთ, როგორ შეგიძლიათ უფრო მეტად ჩაერთოთ წინააღმდეგობის მოძრაობაში და ჩვენ მუშაობთ რაღაც ძალიან მაგარზე, ასე რომ თვალი ადევნეთ ამ სიახლეს. აუცილებლად დააჭირეთ გამოწერის რილაქს, მოიწონეთ ვიდეო, დაწერეთ კომენტარი, ჩაერთეთ, ნახეთ როგორ შეგიძლიათ დაგუჭიროთ მხარი და რა თქმა უნდა განაგზეთ ყურება, რადგან ის, რასაც აქ ვაკეთებს, ნამდვილი რევოლუციაა და ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამის ნაწილი ხართ.